22 საათზე ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახლა ვნახოთ ანონსი. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრად წარუდგინოს ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა. 38 წელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან რამდენად გაძლიერდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ ხნის მანძილზე და როგორ აფასებენ პატრიარქის ხვაწლს გურჯაანში. ჩვენ სავსეები ვართ იმით, რომ ეს ცოცხალი მაგალითი ჩვენ წინ გვიწვის და ჩვენც მივყვებით მას. როგორც მიმაჩნია მე დედამიწაზე მავალი ანგელოზია. ბიუჯეტი როგორც გასვლა 3000 ლარი სადღესასწაულო განწყობისთვის და 34 მეტი თანხა პრემიებზე. ვინრა დაიმსახურა და რას როგორ გასწვდა წელს ბიუჯეტის სიღნაღში. მეთვლი რომ დაიმსახურა სპორტის პრემია, იმიტომ რომ მუშაობენ თავდაუზოგავად. მარტო ერთი ქუჩა არის მორთული და იქით ავიცი არაფერი. გადასაყენებელია, გვატყუებენ ამით რა ყველანი. ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე გურჯაანში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო დაინთო. სულოცავთ დამდეგს და ალილოობასაც. სულოცავ ნაძვის ხის გახსნას და დამდეგ 2016 წელს. ალბათ ეს ქართული მენტალიტეტიდან მე მგონი ქართული მენტალიტეტი თუ სპორტული წრეების სიმცირე სკოლებში, რატომ არის გენდერული უთანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობებში. ბიჭები მაინც ბიჭები არიან, უფრო აქტიურები არიან. ალბათ ბიჭი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული სპორტულ აქტივობაში. საღამო მშვიდობისა. 38 წელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 25 დეკემბერი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაციის დღეა. ილია მეორის აღსაყდრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. რამდენად გაძლიერდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ ხნის მანძილზე და როგორ აფასებს პატრიარქის ხვაწლს ერი და ბერი, ნახოთ ეთერ თეთრაძის სიუჟეტი. შეგნებული მაქვს ის უმძიმესი ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის აღებთ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. 38 წლის წინ უფლისგან დაკისრებულ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას საქართველოს სულიერი მამა დღემდე პირნათლად ასრულებს. ილია მეორის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა. ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი მამა ილია პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა ფარული კენჭისყრის შემდეგ ერთხმად აირჩია და ისლამის 4 ათეული წელია ქართული ეკლესიის საჭეთ მპყრობელია. გურჯაანის სამების ტაძრის მოძღვარი კათოლიკოს პატრიარქის ხვაწლზე საუბრობს და ამაყობს, რომ სასულიერო მოღვაწეობა სწორედ მისი პატრიარქობის პერიოდში მოუწია. მე მადლობელი ვარ იმისა, რომ მე მომიწია იმ ეპოქაში და იმ დროს ცხოვრება, როდესაც ესეთი ცოცხალი მაგალითი კაცის ღირსებისა და თავდადებისა და ერთგულებისა ჩვენ წინ დგას და თავისი ცხოვრების წესით გვასწავლის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა გვიყვარდეს მოყვასი, გვიყვარდეს სამშობლო, გვიყვარდეს ღმერთი და ამის გულისთვის თავიც დავდოთ. თქვენ იცით, რომ ამდენი ხანია პატრიარქი საჭეთ მპყრობელია ჩვენი დედა ეკლესიისა და ერთი ისეთი ხინჯი არ არის მის ცხოვრებაში და პირიქით, რომ აი ჩვენ სავსეები ვართ იმით, რომ ეს ცოცხალი მაგალითი ჩვენ წინ გვიწვის და ჩვენც მივყვებით მას. ილია მეორის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-მდე მოქმედი ტაძარი იყო. მისი პატრიარქად კურთხევის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ეპარქიების, ეკლესია, მონასტრების, ასევე ბერმონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისათვის 46 ეპარქია, 2000-მდე ეკლესია, მონასტერი და 3000-მდე სასულიერო პირი და ბერმონაზონია. ყველაფერი უფლისნება ესე გვეუბნება ბიბლია და ისეთი რთული პერიოდები დაემთხვა პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პერიოდი საქართველოში იმდენი კატაკლიზმა და უბედურება გადავიარეთ, რომ რა მართლა ღვთისწყალობა იყო, რომ ამ პერიოდში საქართველოს პატრიარქი ყავდა ილია მეორე თავისი ებრძნით გაწონასწორებულობით, გონიერებით, ეს არის ძალიან იღბალი, რომ ჩვენ ეს დაგვემთხვა. პატრიარქის ღვაწლი ძალიან დიდია. ისე რომ თითზე ჩამოსაცვლელი იყო მაშინ, როცა აღსაყდრება მოხდა მაგისი. მაგრამ მაგისი ღვაწლით, მაგისი თავდაუზოგავი შრომით, ლოცვით
გამრავლდა საქართველოში ეკლესიები, მონასტრები, მონაზვნური ცხოვრება გამტკიცდა. პატრიარქიც როგორც მიმაჩნია, აი დედამიწაზე მავალი ანგელოზი. პატრიარქმა ილია მეორემ ჩაიბარა ფაქტიურად რწმენა ნულზე დასული. ხალხი თითქმის ეკლესიაში არ დადიოდა და დღესდღეობით გაძლიერდა ხალხში რწმენა, მიმდინარეობის ეკლესიების აღდგენა, აშენება. პატრიარქის ხვაწლი დიდია საქართველოში, იმიტომ რომ თითქმის სუდარა გადაფარებული ეპარქია ჩაიბარა და თავისი მოღვაწეობით გაძლიერდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოსი. პატრიარქის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელმაც ბოლო წლებში სრულიად საქართველო მოიცვა საყოველთაო ნათლობა. ილია მეორეს უკვე 26,000-მდე ნათლული ჰყავს. ის ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს. ამის გამო საქართველოში შობადობის რაოდენობა მიმატა. აღსაყდრებიდან 38 წელს მრევლის ყველაზე დიდი სურვილი პატრიარქის ჯანმრთელობა და დღეგრძელობაა. პატრიარქს უსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და იმ ტვირთი, რაც იმას უზარმაზარი ტვირთი აწევს, იმის დარებას, რომ ცოტა ხან შემოყვეს კიდე, სანამ საქართველოსთვის დიდი იმედია და ეს იმედი უნდა გქონდეს. უფალსა ვთხოვრო, დიდხანს გვიცოცხლოს და უპატრონოს ამ ჩვენ საქართველოს. მისი ლოცვა შეეძიოს სულ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს მთელი საქართველოს საიმედოდ. და აღსაყდრებიდან 38 წლის თავი შესრულდა და უსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, იმიტომ დღეგრძელობა აუცილებელია, რომ დიდხანს გვიცოცხლოს ღმერთმა მისი თავი. 25 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა, იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთ არსებობის დოგმატს იცავდა. სპირიდონ ტრიმიფუნტელმა სიცოცხლეშივე უამრავი სასწაული მოახდინა. მისი წმინდა ნაწილები კუნძულ კორფუსზე განისვენებს, იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, როგორც წმინდა ნიკოლოზი, მოგეხსენებათ საკვირველთმოქმედი მოქმედი მამა არის. შემწერი არის და ნუგაში სემინარის გაჭირვებულების სრულად და მატერიალურად გაჭირვებულების შეეწევა ძალიან და როგორც წმინდა ნიკოლოზი ითვლება საქართველოს მფარველად, ასევე წმინდა სპირიდონიც ასევე ითვლება ჩვენს მფარველად. მან ბევრი სასწაული აღასრულა, მოგეხსენებათ გველი გადააქცია ოქროთ, ასევეკვდარს ალაპარაკა. ახლა კი დღის სხვა თემები. 3000 ლარის დღესასწაულო განწყობისთვის და 34-ჯერ მეტი თანხა პრემიებზე სიღნაღის გამგეობაში, სიღნაღსა და წნორში ნაძვის ხისა და განათებების დასამონტაჟებლად მეტი თანხა ვერ გამონახეს. სამაგიეროდ 100,000 ლარზე მეტი პრემიებისთვის გაიმეტეს და როგორც ამბობენ, ეს დაიმსახურეს. როგორ ხდება სიყვარულის ქალაქი ახალ წელს და რას როგორ გაწვდა ბიუჯეტი სიღნაღში, ნინო სამნიაშვილი განაგრძობს. ტურისტებისთვის მიმზიდველ სიყვარულის ქალაქში საახალწლო განწყობა მხოლოდ ამ ნაძვის ხით და რამდენიმე ობიექტზე დაკიდებული ძველი განათებებით შეინიშნება. ტურისტები ვერ მიხვდნენ, რომ ეს ნაძვი სწორედ საშობაო ხია და დიზაინი დაიწუნეს. I don't know, it's just weird, but when it has some designs for Christmas, of course it's ლამაზი მაშინ იქნებოდა. შობისთვის ნაძვის ხე ყოველთვის მშვენიერი უნდა იყოს, მორთული სათამაშოები და გაფორმებული. ეს რა არის, ვერ ხვდები, დიზაინი მაინც ხომ უნდა კონდეს. აქაურების აზრითაც ამ ნაძვის ხეს მორთულობა და სათამაშოები აკლია. ქალაქის ქუჩებს კი სადღესასწაულო განათება. ნაღდი ნაძვი შეიდგეს არ არის კირისა და ტოტებით შეფუთული ეს საერთოდ ეს ეგრეა და თუ არა ეგრა და გადასაყენებელია გვატყუებენ ამით რა ყველანი. უფრო ამასაც უნდა გამოვიყურებოდეს, იმიტომ რომ მარტო ერთი ქუჩა არის მორთული და იქით ვიცი არაფერი ჩავნელებულია. ჩავნელებულია კი და წეს უფრო მეტი უნდა იყოს. ნაძვის ხე მოგწოს აი ეს? არა. რატო? ვიცი აბა ეს რა არის ერთი არც განათებული, არც სათამაშოები უნდა იყიდოს და მთლიანად სიღნაღი უნდა იყოს განათებული, იმიტომ რომ რა ვიცი ამდენი ტურისტი ჩამოდის და არიან ისეთებიც, ვისთვისაც სიღნაღი გაცისკროვნებულია. საერთოდ სიღნაღია რაღაცა ზღაპარი რო ნახოთ. ვითი არის ზღაპარი? აი გაცისკროვნებულია, ყველგან ანთია შუქები, ხეებზეც კია გაკეთებული აქეთ რაიერად. ვიზუალურად ახლა რო გითხრათ, სათამაშოები არ აქვს, მაგრამ ეტყობა ისეთი რამე, აი ნახეთ ეს გაკეთებული.
ყველა მხრიდან ეს შავი შნურები და რომ აინთება, მაშინ მკითხეთ როგორიაო. ეხლა ამ ქალბატონის მსგავსად სიღნაღი კარგად და მშვენივრად არის მორთული გამგებლის მოადგილის აზრითაც. დაახლოებით ასეთივე ნაძვისხე დაამონტაჟეს წნორში. რამდენიმე ობიექტზე მოიწყო გარე განათება და მთლიანობაში წნორსა და სიღნაღში წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად გამგეობამ მხოლოდ 3000 ლარი გამოყო. ამბობენ, რომ მათი ბიუჯეტი მხოლოდ ამას გასწვდა. ახალწელს ნახავენ საზეიმოდ მორთულ განათებულ სიღნაღს. 3000 ლარად შესწელით ეს განათების მოწყობა. შეძლების დაგვარად შევწელით. რა თქმა უნდა, უფრო კარგი იყო, რომ მეტი ყოფილიყო, მაგრამ ბიუჯეტი როგორც გასწვდა, იმის დამხმარებით მე ვფიქრობ, რომ კარგად და მშვენივრად არის ყველაფერი გაკეთებული. სამაგიეროდ ბიუჯეტი პრემიებს გასწვდა. საახალწლოდ ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის ოდენობის პრემიის გასაცემად 101,995 ლარი გამოყვეს. თან დაამატეს, რომ ეს დაიმსახურეს. საკრებულო მიუხედავ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიცეს პრემია საახალწლოსა. მე ვთვლი, რომ დაიმსახურეს ყველა ეს პრემია, იმიტომ რომ მუშაობენ თავდაუზოგავად. იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდნენ თითოეულ გაჭირებულ ოჯახს, როგორ მიულოცონ ახალი წელი, როგორ შეუვსუბუქონ სოციალური გაჭირვება, ამის ნაცვლად მაქსიმალურად დიდი რაოდენობით პრემიებს იღებენ, რომ თვითონ შეხვდნენ ბედნიერი ახალწელს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან არაადეკვატურია. სიღნაღელებს ახალი წლის აღნიშვნა სახლში მოუწევთ, რადგან აქ რაიმე სადღესასწაულო კონცერტი დაგეგმილი არ არის. გურჯაანში ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო დაინთო. ღონისძიებას გურჯაანელებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაესწრნენ. პატარების საზეიმო განწყობა თოვლის პაპამ და ზღაპრის სხვა გმირებმა კიდევ უფრო გაახალისეს. მთავარი საახალწლო კონცერტი 30 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამ დღეს გურჯაანელებისთვის ჯგუფი ბანი იმღერებს. ახალი წლის შემდეგ კი კულტურის ცენტრსა და დოჯინების თეატრში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ყოფილები ვართ. კახეთში პირველად დაიდგა ნაძვისხე და ძალიან ბედნიერები ვართ და ყველას ულოცავთ დამდეგს. და ალილოობას ასევე. ფეიერვერკით მომეწონა, ნაძვისხეც ლამაზია. რა ვიცი, ყველაფერი კარგია. ნაძვისხეც მომეწონა და რა თქმა უნდა ფეიერვერკებით. მე ყველა ჩვენი რეგიონის პატარას, ჩვენი ქვეყნის პატარას ულოცავ ნაძვისხის გახსნას და დამდეგ 2016 წელს. მაიმუნის წელიწადში ყველა სახელმხიარულები მენახეთ. ღიმილით აღსავსე. ყველა ოჯახში სავსე მარანი, ღვინით სავსე ქვევრები და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა დაულოცოთ ყველა. მთელ რაიონს, მთელ გურჯაანის მოსახლეობას, წინასწარ მიულოცავ დამდეგ ახალ წელს, უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს და მე ვპირდები ჩემს მოსახლეობას, რომ ნამდვილად ყველაფერს ვცდილობთ და ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად, რაც ჩვენ ძალებს შეიძლება, რომ მათი ცხოვრება გავხადოთ მიმზიდველი და კარგი და სასიამოვნო. ეს არის ნამდვილად საახალწლო განწყობა. უპრეცედენტოდ ლამაზი ნაძვისხე დაიდგა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 12 მეტრიანი ნაძვისხე, რომელიც ჯერ არ ყოფილა. და მრავალი ღონისძიებები გაიმართება და მინდა მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი ყველა გურჯაანელს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა თელავში, ქალაქის ქუჩებში ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო აქცია გამართა. მაშინ მონაწილეობა თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ბავშვებმა მოქალაქეებს საინფორმაციო სახის ბუკლეტები დაურიგეს, რომელშიც განმარტებულია თუ როდიდან და რა პირობებით შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გადაადგილება. დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ მოსახლეობას დაურიგოთ ფლაიერები და განვმარტოთ თუ რას მოიცავს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი, თუ როდიდან და რა პირობებში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შენგენის ზონაში უვიზოდ. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია, რადგან თავისუფალი მიმოსვლა იქნება საქართველოს და ევროკავშირის შორის და ჩემთვის როგორც მომავალი სტუდენტისთვის ძალიან კარგი იქნება ევროკავშირში სწავლა განათლების მიღება. როგორია გენდერული ბალანსი სპორტსა და ფიზიკურ აქტივობებში ბავშვთა და ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მხოლოდ 45,000 ადამიანი მისდევს სპორტს, მათ შორის კი გოგონათა ჩართულობა 1,5-ჯერ ნაკლებია. პრობლემაზე საუბრობენ გურჯაანშიც ქართული მენტალიტეტი თუ სპორტული წრეების სიმცირე სკოლებში. რატომ არის გენდერული უთანასწორობა სპორტულ აქტივობებში, ვნახოთ ვერაიაშვილის სიუჟეტი.
გენდერული ბალანსი სპორტსა და ფიზიკურ აქტივობებში რომ თანაბარი არ არის, ეს ამ კადრებიდანაც ჩანს. გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის ეზოში ფეხბურთს მხოლოდ მოსწავლე ბიჭები თამაშობენ. სპორტის პედაგოგის მანანა ელიზბარაშვილის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ გოგონები და ბიჭები თანაბრად ესწრებიან სპორტის გაკვეთილებს, გოგონების ჩართულობა მაინც ნაკლებია. პედაგოგი მოსწავლე გოგონების პასიურობას სკოლაში სპორტული წრეების სიმცირესაც უკავშირებს. მოსწავლეები და მშობლები სპორტის გაკვეთილების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ისინიც ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მეტად სპორტულები არიან. ბიჭები მაინც ბიჭები არიან, უფრო აქტიურები არიან, ახლა გოგონებიც აქტიურები არიან, გაჩნია კლასებს, დაბალ კლასებში უფრო აქტიურები არიან. აი ფრენბურთის თამაში უყვართ გოგონებს განსაკუთრებით. ახლა კალათბურთიც უყვართ, მაგრამ უფრო ფრენბურთი რა, იციან რომ ტანდეგობისთვის კარგია. და ამიტომაც ფრენბურთს უფრო ხალისით თამაშობენ. წრეები არ არის, ხო? აი სექციები შედარებით არ არის, ფრენბურთი ვიცი რომ იყო, არ ვიცი ხლა არის თუ არა. და კიდეც ჩვენთან მოდიოდა ხოლმე მასწავლებელი და კლასებში შეყვავდა რომ დაინტერესება ყოფილიყო და აი სხვა არავინ არ მოსულა სხვა აი რამე სექცია თუ არის სკოლის იქით არა. სპორტის გაკვეთილები ყოველთვის გვიტარდება რომ ხარისხიანად და კარგად და ბავშვები ყოველთვის ჩართულები ვართ ამ ყველაფერში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩემი კლასელი გოგოები ხშირად ფრენბურთით ვართ დაკავებულები. სპორტულ წრეზე არ დამყავს, ძირითადად ქართულ ხალხურ ცეკვებზე დავდივართ და ფიქრობ, რომ ის სპორტული დატვირთვა საკმარისია გოგონასთვის. სავარაუდოდ ალბათ ბიჭი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული სპორტულ აქტივობაში. ანუ რა ვიცი, ალბათ ხა გოგო უფრო სუსტი სკესის წარმომადგენელია. გურჯაანის სპორტული სკოლის დირექტორის ნიკო ძველიშვილის თქმით კი გოგონები ნაკლებად სპორტულები ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე არიან. მან ისიც აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გოგონათა დაინტერესება სპორტის მიმართ გაიზარდა და გურჯაანში ფრენბურთის, ჭადრაკის და კრივის გოგონათა გუნდები ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ახლა გოგოების ჩართვას რაიონის მასშტაბით, ვატარებ საგაზაფხულო საშემოდგომო სპარტაკიადებს, სადაც ძირითადად მონაწილეობენ ფრენბურთში, თითქმის რაიონის ყველა სკოლა. ალბათ მაინც ქართული მენტალიტეტიდან მე მგონი გამომდინარე არის ეს ქალთა ნაკლებობა. ნუ განსაკუთრებით ისეთ სახეებში ახლა ვიღაცა შეიძლება გაუკვირდეს რომ კრივში გოგონებმა, მაგრამ რა ვიცი, დაინტერესდნენ და უნდათ. ალბათ შეიძლება ყინული გალღვეს და მე უფრო მასიურად მიიღონ მონაწილეობა ყველა სახეობებში. სპორტსა და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილე გოგონათა თანაფარდობის დასადგენად და მათი დაბალი ჩართულობის მიზეზების გამოსავლენად საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ სკოლებში სპორტის გაკვეთილებს 12-დან 15 წლამდე გოგონათა 70% ესწრება. მაღალ კლასებში კი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია. სპორტის მესვეურები, როგორიც არის მწვრთნელები, როგორიც არიან მასწავლებლები, აღნიშნავენ, რომ მათ ნაკლებად აქვთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე ქართულ ენაზე არსებულ ინფორმაციაზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას როგორც ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დააინტერესონ გოგონები, როგორ შეიმუშაონ და დანერგონ ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს გოგონათა სპორტულ აქტივობაში ჩართულობას. პრობლემა რეალურად არსებობს, პროცენტულად მართლა ძალიან ცოტა გოგონაა ჩართული დღევანდელ სპორტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონებში და ჩვენ ქალაქში უფრო მეტი სპორტული ობიექტების აშენებით, უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ეს გენდერული ბალანსიც და აღარ იქნება ისეთი, როგორც დღევანდელ მდგომარეობაშია. პროექტი იუნესკოს დაფინანსებით საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. თელავში რასად როდის დასრულდა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული თელავის პირველი საჯარო სკოლის მოაზროვნეთა გუნდი გახდა. როგორც ახალგაზრდა ინტელექტუალები და ორგანიზატორები აღნიშნავენ, ჩემპიონატი საკმაოდ რთული და დაძაბული იყო. თამაში რასად როდის თელავში 3 კვირის წინ გაიხსნა და მასში 10-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეებს ქალაქის მერიამ საჩუქრად 150 და 200 ლარიანი წიგნის მაღაზია ბიბლუსის ვაუჩერები გადაიღო. საკმაოდ რთული ჩემპიონატი იყო, 12 თამაში იყო და ამიტომ ცოტა რთული იყო ლიდერის გამოლენა, ხოლო ფინალიაც შეეხება ძალიან რთული ფინალი ჰქონდა, დაძაბული და რა ვიცი, ძალიან ძლიერი ფინალი იყო. თელავის სასკოლო ჩემპიონატი მიმდინარეობდა 13 კვირის განმავლობაში, დღეს დასკვნითი თამაში გაიმართა და ზოგადად რომ შევაფასოთ, ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გამოგვევიდა და რაც მთავარია, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ საგაზაფხულო ჩემპიონატისაგან განსხვავებით აშკარად წინსვლა გვაქვს როგორც მოთამაშეთა რაოდენობის, ასევე
ხარისხის დონეზე. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა. ამის შესახებ დღეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მედია საშუალებებთან კომენტარი გააკეთეს როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე მინისტრთა კაბინეტის მომავალმა ხელმძღვანელმაც. საქართველოს კონსტიტუციის 80 პრიმა მუხლის პირველი მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრად წარუდგინოს ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად ვხვდა ბედნიერება რომ ყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერ-მინისტრი და ასევე იმ დობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შევიკრიბებით კიდევ ერთხელ გუნდი და არ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვან დრამატულ ცვლილებას უნდა ველოდოთ, რამოდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი, მე მინდა მას უსურვო წარმატებები. ჩვენ დიდხანს მუშაობთ ერთად, ჯერ კიდევ მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდეთ ერთად. ახლაც უკვე 3 წელი ვიმუშავეთ და მე ვფიქრობ რომ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მე მინდა უსურვო წარმატებები კიდევ ერთხელ ბატონ გიორგის, მის გუნდს. ჩემი პრინციპი ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც მოღვაწეობდი, მუშაობდი და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ სწორი დრო შევარჩინე. ჩემს გეგმებს დაახლოებით მე ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო. გიორგი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა ჩვენს საერთო კოალიციურ კანდიდატად. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულნდობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი როგორც ინსტიტუტი ასევე მას გამოუცხადებს ნდობას და იგი ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კიდევ უფრო წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ეს ცვლილება ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, საქმის წინწაწევის ინტერესებს და ჩვენ ერთად ვრჩებით და ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას. დღესვე პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას მხარი საქართველოს პრეზიდენტმაც დაუჭირა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებს. შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად ამ 2-3 დღის განმავლობაში მე ხარი დაუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის დასახელებას საპარლამენტო უმცირესობაში გამოეხმაურდნენ. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ უმრავლესობა არაფერ შუაშია და კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის შერჩეული კანდიდატია. ოპონენტების მოსაზრებებს უსაფუძვლოს უწოდებენ უმრავლესობაში. ზონა უმრავლესობა არაფერ შუაშია, არავინ არ იცოდა, რომ ბატონი ღარიბაშვილი აღარ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ასევე არც უმრავლესობას არავინ ეკითხება, რომ კვირიკაშვილი უნდა იყოს უმრავლესობის ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში რას ვისურვებდი მე და რა მექნებოდა მიმართვა ბატონ გიორგისთან. ის რომ მან პირველ რიგში თავის სამუშაო მაგიდაზე დაიდოს პროგრამა ქართული ოცნების, გადახედოს ამას, ძალიან სიღრმისეულად შეისწავლოს, რა არ შესრულდა პირველ რიგში ამაზე ისაუბროს და რა არ შესრულდება საერთოდ ამ ბოლო დარჩენილ თვეებში. ჩვენ ძალიან იმედიანად უყურებთ, რომ ყველა ეს რეფორმა, რომელიც დაწყებულია ბიძინა ივანიშვილის დროს და ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მასშტაბურად განაგრძო ყველა მიმართულებით,
ყველა ამ რეფორმას გააგრძელებს ახალი გუნდი უკვე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად. ჩვენ გვჯერა რომ ის ნდობა, რომელიც ჩვენ დღეს გამოვხატეთ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, ეს ნდობა იქნება აბსოლუტურად რეალიზებული. ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა ჩვენთან ერთად არანაირ კონსულტაციებში ჩართული და არ ქონია ჩვენ მასთან არ შეხვედრა, არც საუბარი ამ თემებზე. გიორგი მარგველაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას გამოეხმაურა. სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, განაცხადა პრეზიდენტმა. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართული საზოგადოებისა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემს მიერ დანიშნული ერთი წევრი და მე ერთი წევრის დანიშვნის უფლება მაქვს, ამ ერთმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისგებლობით განვახორციელებ. და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევე პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნარკოდანაშაულის ატყავებულის პირადი ჩხრეკისას 4.5 გრამი ჰეროინი და 2 გრამამდე ტრამადოლის შემცველი 12 აბი ამოიღეს. დავადგინეთ, რომ ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. ნაგავი კოსმოსში 1957 წლიდან. ძაღლების წარმოუდგენელი ილეთი. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. მსოფლიო კათოლიკური სამყაროშობის დღესასწაულზე იმობს საშობაო მესა ვატიკანში რომის პაპმა აღავლინა. მესას 10,000-ზე მეტი მორწმუნე კათოლიკე დაესწრო. ფრანცისკ პირველმა მრევლს მოწყალების, სულგრძელებისა და სამართლიანობისკენ მოუწოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადომ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა არიან დაშავებულებიც. სტიქიურმა უბედურებამ ყველაზე მეტად მისისიპის შტატი დააზარალა, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. უამინდობის გამო ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მეტეოროლოგების განცხადებით სტიქია ანომალურად თბილმა ამინდებმა გამოიწვია. ძლიერი ხანძარი ნიგერიაში ცეცხლი ქალაქ ნევიში გაზის საწარმოს გაუჩნდა, აფეთქებამ 103 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. სავარაუდოდ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც უცნაურმა ბლოგმა და ზოოკლუბმა გაავრცელეს. ნაგავი კოსმოსში 1957 წლიდან დღემდე ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტის ლექტორმა გადაწყვიტა მისი სტუდენტების ყურადღება მასიურ დანაგვიანებაზე გადაეტანეთ. ამისათვის მან შექმნა ვიდეო, სადაც ასახულია 1957 წლიდან თუ რამდენი ნაგავი გაუშვეს დედამიწიდან კოსმოსში. ძაღლების წარმოუდგენელი ილეთი, მათი სახელებია ეისი და ჰოლი, რომელთაც ილეთების ჩვენებისას შეძლეს ბალანსის დაცვა პატრონთან ერთად. ეს ყველაფერი დიდ ძალას, მოთმინებას და ვარჯიშს მოითხოვდა, მაგრამ ეს ორი არსება იმდენად თავდაჯერებულია, თითქოს ეს მათთვის სულ უბრალო რამეა. და ბოლოს დღის სხვა ამბები.
ლაშა ტალახაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიენიჭება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე წონოსან რუს სპორტსმენს ალექსეი ლოვჩევს, რომელიც 475 კილოთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ოქროს მედალი და ტიტული ჩამოერთვა. რუსი სპორტსმენი დოპინგზე ჩავარდა და შესაბამისად ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძეს გადაეცემა, რომელმაც მსოფლიო чемпионатზე მეორე ადგილი დაიკავა. Попытки Ловчева и уже во втором подходе будет прибавлять 5 килограммов, сколько бы Ловчев не заявил. Ух, какой крепкий парень. Manchester City-ს მომავალი სეზონიდან ხოსე გვარდიოლა ჩაიბარებს. თუ გარიგება შედგება, ის სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. საუბარია წლიურად 25 მილიონ ევროზე. როგორც ცნობილია, ასეთი ანაზღაურება მწვრთნელებს არც ფეხბურთში და არც სპორტის სხვა სახეობაში არ აქვთ. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ჩვენი გამოშვება ამით დასრულდა, ნახვამდის.